ეს არის ისტორია დეტალებში. სალამ მშვიდობისა. დღეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ისტორიულ როლზე ვისაუბრებთ, რომელიც დღესაც მნიშვნელოვანია. საქართველოს აბრეშუმის გზის ნაწილია და მისი ფუნქცია საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვნად იზრდება სატრანსპორტო, ლოგისტიკური, სავაჭრო, ენერგეტიკული, ციფრული და ფინანსური ჰაბის მიმართულებით. თბილისი თავისი უძველესი მემკვიდრეობით, როგორც ისტორიული აბრეშუმის გზის საკვანძო ადგილი და სტრატეგიული კარიბჭე, ბუნებრივი გზაჯვარედინია ევროპასა და აზიას შორის. ეს მემკვიდრეობა დღეს განახლდა. საქართველოს არის საკვანძო მოთამაშე შუა დერეფანსა და სხვა სატრანსპორტო ლოგისტიკური დერეფნების ინიციატივებში, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს აკავშირებს სამხრეთ კავკასიის გავლით. ყველაფერი კი 1990 წელს დაიწყო, როდესაც მსოფლიო პოლიტიკაში გარდამტეხი ეტაპი იყო. ცივი ომის დასასრული, საბჭოთა კავშირის დაშლის წინაპირობები და ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის ფორმირება. სწორედ ამ ისტორიულ ფონს უკავშირდება ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა ვლადივოსტოკში საერთაშორისო კონფერენციაზე აზია წყნარი ოკეანის ქვეყნები, დიალოგი, მშვიდობა, თანამშრომლობა, სადაც მან პირველად წარადგინა იდეა, რომელსაც შემდგომში დიდი აბრეშუმის გზის აღდგენის პროექტი ეწოდა. ეს იყო ხედვა მომავლისკენ, რომელიც მიზნად ისახავდა ისტორიული სავაჭრო მარშრუტების თანამედროვე გააზრებას, ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური, კულტურული და სატრანსპორტო ხიდის გაჩენას, რომლის რეალობად ქცევად მოგვიანებით უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტის რანგში ედუარდ შევარდნაძემ მთელი მისი პოლიტიკური კაპიტალი მოახმარა. სად და როგორ იწყებოდა აბრეშუმის გზის პროექტი? რა იყო შევარდნაძის იდეის ისტორიული და პოლიტიკური მნიშვნელობა? ამ თემებზე ჩვენი გადაცემის პირველ ბლოკში ვისაუბრებთ რამაზ საყვარელიძესთან და ზურაბ გუმბერიძესთან ერთად. დიდი მადლობა ბატონებო სტუდიაში მობრძანებისათვის. დიდი მადლობა თქვენ. ბატონ რამაზ, თავდაპირველად ჩვენ ვახსენეთ, რომ ყველაფერი იწყება ედუარდ შევარდნაძის გამოსვლით სამიტზე ვლადივოსტოკში საერთაშორისო კონფერენციაზე. ეს იყო 1990 წელი, სადაც პირველად გააჟღერა მან იდეა აბრეშუმის გზის აღდგენის. აი იმ პერიოდში წარმოიდგენდა თუ არა ვინმე, რომ ეს პროექტი ჯერ ერთი განხორციელდებოდა და მაშინ ის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და იმას, რომ ის გახდებოდა დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ითავებდა ამ პროექტის განხორციელებას. საერთოდ შევარდნაძის და ჩინეთის ურთიერთობა ცალკე თემაა. იმიტომ რომ როცა დაბრუნდა, взгляды იყო მოსკოვში თუ გახსოვთ ჯგუფი და იმათთან იყო შინაურულად შევარდნაძე მინისტრობის დროს დაყავდა თან და ასე ვთქვათ, მასთან ახლო მყოფი ჟურნალისტების ჯგუფი იყო. და თბილისში ვზივარ, უყურებ ტელევიზორს ვგლაზე, უცბად შევარდნაძესთან ინტერვიუ ვაქვთ. მოყვანილი ყავთ სტუდიაში. და ქალმა კითხა, რა საპირებთო, აი ახლა მიდიხართ საქართველოსკენ და როგორ გესახებათ საქართველოს, როგორი ქვეყანა იქნება? და შევარდნაძემ თავისი ინტონაციებით, მე მეჩვენა, რუსულ-ქართული იმედი, მე მეჩვენებაო, რომ ეს იქნება ნეიტრალური ქვეყანა ყველასგან და ჩამოვიდა. ჩამოვიდა და მამალაძე რო იყო მაგის სპიჩრაიტერი. თემურ მამალაძე. ხო, მე მიყვებოდა რომ ჩამოვედითო კაცო და ეს ედუარდი ჩამოვიდა ქვეყანაშიო. რო ჩამოდიხარ ქვეყანაში და რაღაც პრეტენზია გაქვს, ან ჯარი უნდა გყავდესო, ან ფული უნდა გქონდესო, ან პარტია უნდა ყავდესო. ეს ჩამოვიდა ნანული ყავდა მარტო. მართლა ეს მდგომარეობა იყო რა, ჩამოვიდა პრაქტიკულად ძალაუფლების გარეშე. და რატო ვიხსენებ ამ იმას, რომ ერთ-ერთი საგარეო ურთიერთობები მიაბარა მაშინდელმა სამხედრო საბჭომ. და ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთა შევარდნაძემ, იმოგზაურა, ასე ვთქვათ, რამოდენიმე ქვეყანაში. ირანი,
გერმანია, ჩინეთი. ამ ქვეყანას აერთიანებდა ერთი რამ. ყველას ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა მაშინ რუსეთთან. და ცხადი გახსა უკვე ჩემთვის გახსა ცხადი და ხა რუსები მასეთ რამეები არ ეშლებათ, რომ ეს ნეიტრალიტეტს აპირებს დაბალანსებით. რომ რუსეთთან დაპირისპირებულ მხარეებთან დაალაგოს ურთიერთობა და მე ამ ბალანსზე შექმნას ნეიტრალიტეტი. და აი ამ გეგმაში ყველაზე საპატიო როლი ეხლა ირანი მაინც ის იყო თეთრი მელა ირანში შეარქვეს, ირანი მაინც გაუგებარი მხარე იყო და ჩინეთი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩინელებისთვისაც იქ მთელი სტალინა ქართულ ხელისუფლებასთან და საქართველოსთან ურთიერთობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ისე რომ ეს არ იყო მარტო შევარდნაძის განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრად. ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის ტალღაზე მოდის პროცესები და სავარაუდოა რომ შემთხვევითი ფრაზა არ იყო ეგიდია და სავარაუდოა რომ მან ეგიდია ჩამოიტანა ჩინეთთან კონტაქტის ფონზე და ისიც სავარაუდოა რომ ეს გზა აბრეშუმის გზა ერთ-ერთი ბერკეტი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის, აი ამ ბალანსის პოლიტიკა ეს ერთ-ერთი ბერკეტი და შესაბამისად დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ბერკეტი. ფოკუსირება ჩინეთზე როგორც მნიშვნელოვან ნაწილზე ყურადღების ფოკუსირება მას ყოველთვის ჰქონდა და როგორც ჩანს განჭვრიტა ის რაც დღეს ხდება. ჩამოსვლისთანავე დაიწყო. ბატონ ზურაბ, თქვენ უშუალოდ ხართ თვითმხილველი და მონაწილე ამ საუკუნის პროექტების განხორციელებას, იმიტომ რომ იმ პერიოდში აზერბაიჯანში მუშაობდით. და დიდი ალბათობით მოლაპარაკებებსაც არაერთს ესწრებოდით. გვიანბეთ, როგორ გახდა შესაძლებელი ამ პრინციპში საკმაოდ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში ამ პროექტების განხორციელება? 94 წელს ხელშეკრულება დაიდო 20 სექტემბერს და საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო, რომ ჩვენ ამ ნავთობის დიდი ხელშეკრულების მონაწილეები ყოფილიყავით. და ბატონ ედუარდის, ასე ვთქვათ, ფორსირებული ცდილობა იყო, რომ რაც შეიძლება ჩქარა საელჩოს დაეწყო მუშაობა და შესაბამისად ჩვენ ჩართულიყავით ამ პროცესში, როგორც ბაქოში, ისე საქართველოში. მანამდე კონტაქტები, ასე ვთქვათ, კონსორციუმთან და ასე ვთქვათ, აზერბაიჯანის მხარესთანაც ძალიან მცირე იყო. ეს არის 94 წელი და 95-ში როგორც კი დაიწყო ფუნქციონირება, თუ გახსოვთ, მაშინ პირველი ელჩი ბატონი გია ჭანდურია იყო, მე დესპანი ვიყავი, მისი თხოვნით და ასე ვთქვათ, სრულიად შემთხვევით ტექნიკური უნივერსიტეტიდან მოხდი იქ და ჩვენ აქტიურად დავიწყეთ საუბრები უკვე BP-სთან და სხვა მონაწილეებთან. გასაგებია, რომ ნავთობსადენი ტრანსპორტირების ერთ-ერთი საშუალებაა და შესაბამისად აქაც იდეაში ჩადებული იყო ამ სატრანსპორტო კორიდორის განხორციელება. 96-ში როგორც კი ხელი მოეწერა, ეს არის მარტის თვე, პირველ ჩვენ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, ბაქოს სუფსის ხელშეკრულებას, რა თქმა უნდა, ამ პერიოდში პირველი შეხვედრი შედგა ჰეიდარ ალიევთან და ბატონ ედუარდ შორის და შესაბამისად დარწმუნებული ვარ, რომ მათ უკვე დამატებით გაძლიერება დაიწყეს ამ კორიდორის არა მარტო ნავთობსადენებისათვის და იმ მნიშვნელოვანი ამოცანისთვის, რაც აზერბაიჯანს და კონსორციუმს ჰქონდა, იმიტომ რომ შესაბამისად მოპოვება თუ მას არ აქვს ეგრეთ წოდებული მთავარი გზა, მაშინ პრობლემა არის იმ ინვესტიციებისთვის, რომელიც უნდა ჩაიდოს მოპოვებაში. აი სწორედ ამიტომ მკითხეთ, ამიტომ ვახსენე რთული პოლიტიკური მდგომარეობა. საკმაოდ რთული ვითარება იყო რეგიონში მთლიანად. საქართველოს ახალი გამოსული იყო ომის ვითარებიდან, მყიფე სიტუაცია იყო რეგიონში მთლიანად. როგორ გარისკეს ინვესტიციის ჩადება უცხოურმა? იცით რა არის? ცოტა მაშინ სხვა მხარეს უნდა წავიდეთ. ნავთობს ცოტა სხვა სუნი აქვს და ნავთობის ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვანია. ის საბადოები, რომელიც ახლა ამჟამადაც მუშაობენ, აზერი, ჩირაკ, იუნეშლი და შაღდენიზი, ეს ცნობილი საბადოები იყო და მათზე მოლაპარაკება მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. თქვენ იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თენგიზის საბადო, რომელიც ყაზახეთშია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
როიტყვიან გადამწყვეტი როლი, რომ რუსეთს დაეშვა ეს ინვესტიცია ყაზახეთში, ალბათ ბატონ ედუარდის დამსახურება იყო და შევრონი და მისი პრეზიდენტი მაცკე ძალიან ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და ყველანაირად ცდილობდა საქართველოსთვის ხარი დაეჭირა, იმიტომ რომ მისი ნავთობის პირველი ტრანსპორტირება საქართველოს გავლით მოხდა, ოღონდ ჩვეულებრივი ტექნიკური ეს რკინიგზის მეშვეობით. სანამ აშენდებოდა მათი მილსადენი ნოვოროსიის გზაზე. ასე რომ თქვენ აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით, როგორ მოხდა ეს, რა თქმა უნდა ეს უფრო აზერბაიჯანის შინაური საკითხები იყო, იმიტომ რომ აქ იმ პერიოდისთვის დიდი ინვესტიციებზია. დღეს იგივე ინვესტიცია რო განხორციელებულიყო, ალბათ 10-ჯერ უფრო ძვირი დაждდებოდა. და რადგან ეს გადაწყვეტილება შედგა და თქვენ იცით რომ იქ ხელი მოაწერეს რუსებმაც, ინგლისელებმაც, ამერიკელებმაც, ფრანგებმაც, მათ შორის მინისტრებმა, გარკვეული ასე ვთქვათ, ეს კონსორციუმი შედგა იმ ჯგუფისა, რომელმაც მათი მონაწილეობა იყო გარანტია, რომ ეს პროექტი განხორციელდებოდა. ეხლა მე რო საკითხი იყო, საით წავიდოდა ეს ნავთობი და რა თქმა უნდა, ეხლა იქ დღეს ღიად შეიძლება საუბარი ყველას, პირველ რიგში აზერბაიჯანს და ჰეიდარ ალიევს იდეაში ჰქონდა, რომ ეს ყოფილიყო დასავლეთის მარშრუტი, რომელიც გადიოდა მხოლოდ საქართველოსზე. მოგეხსენებათ, მაშინ ძალიან დაძაბული ურთიერთობა იყო სომხეთთან და გამორიცხული იყო, თუმცა თეორიულად შესაძლებელი იქნებოდა მშვიდობის პირობებში და რა თქმა უნდა იყო კიდე მარშრუტი, რუსეთის მარშრუტი, რომელიც ისევე დამოკიდებული იქნებოდა რუსეთზე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს. აქედან თურქეთის მარშრუტიც მაგიტო იყო დაწუნებული, რომ იმპერიული ქვეყანა თურქეთი და აზერბაიჯანი ეს სხვა თემაა, როგორც თქვენ говорите. და აქედან გამომდინარე ჩვენ ყველა მე მართლაც ბატონ გიასთან ერთად როგორც უკვე მე ნავთობ კომპანიის პრეზიდენტთან არ ვიცი ბატონ ედუარდის დავალებით ყველა მოლაპარაკებებში მონაწილეობდი და პირველი უმძიმესი მოლაპარაკება იყო ეგრეთ წოდებული საადრეო ნავთობის ბაქოს უბსა, რომელიც უნდა აღდგენილიყო და ეს იყო ტრადიციულად ისტორიული გზა, რომელიც კიდე საუკუნის დასაწყისში, ესე იგი მე-20 საუკუნის დასაწყისში მაშინ აშენდა მილსადენი წარმოიდგინეთ, როდესაც მით უმეტეს ეხლა და ნუ რა თქმა უნდა 99 წელი უკვე ცნობილი ეს EOTO სამიტი, სადაც ხელი მოეწერა ბაქო ჯეიხანის ძირითად ხელშეკრულებებს და პოლიტიკურ მხარესაც. მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა ურთულესი მოლაპარაკებები იყო, ურთულესი თემა იყო, მუდამ ასე თქვათ საკითხი იდგა უსაფრთხოების რაც ბუნებრივია. და არა მარტო ასე თქვათ გლობალური უსაფრთხოების, იმიტომ რომ იმ პერიოდში თუ იცით, მაშინ ჩეჩნეთში ომიც მიმდინარეობდა, სულ სხვა თემები იყო, გარშემოც იყო პრობლემები, არამედ უშუალოდ იგივე საქართველოს როგორ შეასრულებდა იმ გარანტიებს და იმ როლს, რომელიც მას დაეკისრებოდა როგორც ტრანზიტულ ქვეყანას. ახლა მე არ ვიცი მე კიდე მომეცემა საშუალება, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ამ 30 წლის განმავლობაში ეს როლი საქართველოს აბსოლუტურად იდეალურად შეასრულა და ასრულებს კიდეც ამჟამად. და ბატონ ზურაბ, რა იყო მაინც აი მთავარი სირთულე და ვინ და რატომ უშლიდა ხელს და რა მიქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოზე მარშრუტებისათვის უპირატესობის მინიჭებაში? ამ შემთხვევაში გულისხმობ ბაქო ჯეიხანს, ბაქო თბილისი ერზრუმს, ბაქოს უბსას. წარმოიდგინეთ ასეთი რთული პროექტის დროს იმდენ ნიუანსია ჩადებული ამ ხელშეკრულებებში. აი წარმოიდგინეთ ხელშეკრულება შეადგენს დაახლოებით 150 გვერდს. ჩვენ როდესაც ვკითხულობდით, ხა ჩვენთვის ეს ახალი თემა იყო და საქართველოში ეგეთი გამოცდილება ფაქტობრივად არ იყო. ნუ საქართველო როგორც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოველი ერთ რესპუბლიკა თუ რამე შენდებოდა ერთიანი სტანდარტით, ერთიანი. ასე რომ ამ ხელშეკრულების მიხედვით რომ ვეკითხებოდით რატო არის ისეთი ნიუანსების დაფიქსირება, რომელიც ხანდახან გეჩვენებათ რომ მარტივია და გასაგებია. მე გვიხსნიდა რომ იცით რომ მაგალითად კანადაში იგივე მილსადენების ამ უზრუნველყოფას იურიდიული ბაზა დაახლოებით 150 კანონით უზრუნველყოფს. აქ იყო კანონებზე საუბარი და იმიტომ მოხდა მე და გახდა აუცილებელი რომ ეს ხელშეკრულებები, რომელიც კომერციული ხელშეკრულებებია დღესაც, მაგრამ გატანილი იქნა პარლამენტში და დღემდე კანონის ფორმა აქვს მიღებული და დაკანონდა. ნიუანსები ბევრი იყო რა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი ნიუანსი ალბათ იქნებოდა მთავარი მოთამაშე რუსეთი.
რომელიც უფრო პოლიტიკურად იმუშავებდა, სავარაუდოდ რომ ხელი შეეშალა ამ პროექტებისათვის. იყო ასეთი მოლაპარაკებაში ეს არ იგრძნობოდა, თუმცა ჩვენს უკან ვიცოდით, რომ იყო პრობლემები რუსეთი, რომელიც კიდე მინდა გითხრათ, რომ ჩეჩენეთის ომის გამო თვითონ აზერბაიჯანსაც ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან. ჩვენ ელცინის პერიოდში გარკვეულად თითქოს კონტაქტი ჰქონდა, მაგრამ ის ტერაქტები რაც მოხდა, ის პრობლემები რაც მოხდა, იგივე რაღაცები მოხდა მაგალითად ბაქოში. ბაქოში ძალიან დიდი შემადგენლობა ჩამოვიდა გენერალიტეტის და პირდაპირ გეიდარს უთხრეს, რომ თქვენ თუ პრობლემები გინდათ, მაშინ გააგრძელეთ ეს პოლიტიკა. იყო რა თქმა უნდა ეს, მაგრამ ეს ასე თქვა ჩვენ კომერციული და ჩვენი ორგანიზაციული ხელშეკრულებების სფეროში იგულისხმებოდა, ჩვენ ამას ვზნობდით, მაგრამ მოლაპარაკებებში იპი და რამოდენიმე ფრონტი მიდიოდა რა. რამდენიმე მიდიოდა. ერთი მუშა ფრონტი და მეორე ფრონტი ეს პირდაპირ კავშირში იყო, რა თქმა უნდა, პირდაპირ ჩარებების თან არ დაგავიწყეთ რუსეთს პირდაპირ ინტერესი ჰქონდა, რომ დაუშვათ ეს ნავთობი წასულიყო ნოვოროსიისკში არსებული მილით, ესე იგი, წარმოვიდგინეთ იგივე ამერიკელები იქნებოდა ინგლისელები, არავითარი ინვესტიცია არ ჭირდებოდა და პატარა ასე თქვა, რევერსზე იყო ლაპარაკი, შეელოთ დაახლოებით საკმაოდ დიდი მოცულობის ნავთობის ტრანსპორტირება, ეს დიდი ეფექტი იყო, მაგრამ იმ შიშებიდან გამომდინარე, რაზეც თქვენ ბრძანებთ და იმ მომენტიდან, რომ ეს უნდა ყოფილიყო პოლიტიკურად დამოუკიდებელი. პოლიტიკურად დამოუკიდებელი და შესაბამისად აშენდა ერთი მილსადენი, აშენდა მეორე მილსადენი, აშენდა მესამე მილსადენი გასადენი უკვე. ეს იყო ყველაზე დიდი მიღწევა იმისა, რომ კასპიის ენერგორესურსები დამოუკიდებლად მოხვედრილიყვნენ და არ ქონოდა წინააღმდეგობა მომავალში და ის ხელშეკრულებები, რომელზეც საბოლოოდ საქართველოს რა თქმა უნდა ხელი მოაწერა, იყო გარანტია ამისა, რომ არავინ ხელს არ შეუშლიდა, არავინ არ შეცვლიდა პირობებს, არავინ არ დააყენებდა ახალ რაღაც მოთხოვნებს და ასე შემდეგ. და ალბათ კიდევ იყო რაღაცა პიროვნული ურთიერთობები, რამაც იქონია გარკვეული გავლენა. თვლით თუ არა ასე რომ შევარდნაძე ალიევის ურთიერთობებმა იქონია გავლენა მაინც ამ პროექტების დაწყებას. ჩვენ ვლაპარაკობთ ცოტა გადავერთით ახლა რა თქმა უნდა მილსადენებზე, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ სატრანსპორტო კორიდორზე. დიახ. ხო, მილიც ხო ერთ-ერთი ტრანსპორტირების მექანიზმია. მაგრამ ვლაპარაკობდით იმ პერიოდში და მუშაობდით, რომ უპირველეს ყოვლისა ყოფილიყო მაქსიმალურად ტექნიკურად და ყველანაირად დახვეწილი კასპია-შავი ზღვის კორიდორი, სატრანსპორტო კორიდორი. დიახ. აქ რა თქმა უნდა ჩვენი მიზნებიც ჰქონდა, ეს არის ინფრასტრუქტურის განვითარება, მაქსიმალური ესე ვთქვათ ეფექტური გზის აშენება, რომელიც იქნებოდა ყველანაირად და შესაბამისად მესამე ძლიერი ქვეყანა, რომელიც ამ პროექტში მე უკვე გულისხმობ, რომ გარკვეული წილი ტრანსპორტირებისა მომხდარიყო თურქეთში და ისევ რომ მილსადენებს დაუბრუნდეთ, რა თქმა უნდა, უძლიერესი პარტნიორი იყო პრეზიდენტი დემირელი, რომელიც ამ ზოგი სამ მუშკეტერსაც ეძახდა, იმიტომ რომ სულ ყველა სერიოზულ თემებში ეს სამი პიროვნება ყველა თავისი პლუსით, არა ჩვენი პრეზიდენტის უდიდესი პოლიტიკური და საგარეო გავლენა, გეიდარ ალიევის გარკვეულად ნავთობი და ასე შემდეგ და თურქეთის ხარ. ამიტომ ყველანაირი პროპაგანდა რო ეს იქნება არაეფექტური, ძალიან სერიოზული პროპაგანდა იყო, როიცოდეთ არაეფექტური მილსადენები იქნება. ჯეიხანში მილსადენი ეკონომიკურად არ გაამართლებს, გაზსადენი არ გაამართლებს. გაზი როგორც ასეთი აზერბაიჯანი არასოდეს არ ეთლებოდა გაზის ქვეყანად, მერე ჩამოყალიბდა. ასე რომ აი ეს ასე ვთქვათ, ერთობლივი მუშაობა ძალიან ეფექტური იყო და ძალიან შედეგიანი იმ პერიოდშიც და დღემდე ჩანს რომ გამართლებული იყო რა. ბატონო რამაზ, უფრო პოლიტიკურ ასპექტზე რომ ვისაუბროთ. შეიძლება ამ ისტორიას შევყვე? რა თქმა უნდა. ზურაბი წასული იყო დიდხანს აზერბაიჯანზე რაღაცა. აი ამ პერიოდში კონტაქტები ბუნებრივია საქართველოში ყველას გვაქვს და ერთ-ერთი შეხვედრის დრო სახობელმა, რომელიც მუშაობდა შევარდნაძის აპარატში, ეს სახობელი მომიყვა ამბავს რა. რომ აი გაგანია მხედრიონის პერიოდი რო არისო, თოფის როლას იბნენ,
კომპიუტერი გვაქვს ერთი ცალი. და ამ კომპიუტერში ნახეთ რომ არის ლაპარაკი ამ პრობლემა, თემა გასადენის და ნავთობსადენის. ხო და სიტყვაზე ვთქვით რომ აი ჩვენზე რომ გავატაროთ. და აგვიტყვა თვითონ სიცილიო რომ ინგრება ქვეყანა სადმა გაატარო. და ამასობაში შევარდნაძის ტელეფონმა დარეკაო და ნუ მივდივარ და თან ამაზე ამ თემაზე ლაზანდარობთ. რო შევედით რაზე იცინით გკითხავ და აი ასე მოუყევით ცნობილი ისტორიაა კი. თქვენ ხო არ გაგიჟდით ამაფეთქებენ რუსებია. კი იყო ეს. ისე რომ იცოდა რა. თუმცა რა თქმა უნდა ისიც იცოდა რომ ეს აუცილებელი იყო რა თქმა უნდა. წამოვედითო კაბინეტთან მოვედით ისევ რეკავს შევარდნაძეო. ამოდით. ტელეფონ მივარ და განყოფილების უფროსიო და გისმენთ. გახსოვთ თუ რაზე იცინოდითო? კი ბატონო ედუარდ. დაიწყეთ მაგ საქმეზე მუშაობა. ეს იყო პოლიტიკური სტაბილურობის გარანტია აი ამ პროექტების ამოქმედება. სულ ყველგან იყო მაგაზე ზრუნვა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობას ჭირდებოდა დამოუკიდებელი საგარეო კავშირები და ეკონომიკა. აი ეს გარანტიები რაც აუცილებელი იყო რომ იქნებოდა ეს ნავთობსადენი თუ იქნებოდა სხვა პროექტი რომ მათ გარანტირებულად ემუშავა და არ ყოფილიყო პრობლემა. და როდესაც წყდებოდა ბაქო-ჯეიხანის თემა ну ასე მოვიდა ჩვენამდე რომ პროექტს დაერქვას ბაქო-ჯეიხანი და როცა პრეზიდენტს უთხარით რომ გონი გიამ და ბატონმა გიამ დაურეკა და უთხრა თუ შევიდა რომ აი იქ ბაქო-ჯეიხანზე ლაპარაკობენ და საქართველოს არ ჩანს და დაიკარგა. პირდაპირ თქვა რომ ბაქო-თბილისი-ჯეიხანი როცა ბატონ ჰეიდარს უთხარით რომ რაზეა ლაპარაკიო და ამით ფიქსირდებოდა რომ საქართველოს იყო იგივე გასადენზე მერე წარმოვიდა უკვე ბაქო-თბილისი ერზერუმის პროექტი. აქ ბევრი მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ მაგალითად ნავთობსადენზე ძალიან დიდი აქტიურობა იყო ამერიკის ხარის, იმიტომ რომ ამერიკა ამ პროექტს უყურებდა თავის სასარგებლოდ. ნავთობსადენი ეს არის ნავთობის სპეციფიკა ისეთია, რომ ტრანსპორტირება შეგიძლია სხვადასხვა წაიღო. გაზის სპეციფიკა ცოტა სხვა არის. გაზზე ევროკავშირის ინტერესები იყო და თუმცა თურქეთამდე მივედით მაშინ ჩვენ მერე აიშენდა უკვე ტანაპი რომელიც ავიდა და იტალიამდეა ჩასული და უკვე 12 ქვეყანას ამარაგებს აზერბაიჯანის სხვადასხვა მოცულობით გაზით. ასე თქვა, ესეც ჩვენი რეგიონის პლუსია, იმიტომ რომ ესე გამოდის რომ საქართველოზე გამავალი გაზი 12 ქვეყანაში მიდის. ეს არ არის ჩვენი გაზი სამწუხაროდ, მაგრამ მეორე მხრივ ეს ჩვენი თემაა, რაზეც ჩვენ ამის მონაწილეები ვიყავით და ვართ და ვიქნებით ალბათ. ბატონ ზურაბ, ეს პროექტები უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური იყო. სარგებელი მოუტანა ქვეყანას ამ პროექტების განხორციელებამ. გასაგებია პოლიტიკური სარგებელი რაც მოუტანა, მაგრამ ეკონომიკური სარგებელი რა იყო? უპირველესად ყველაზე მე თუ არ მეშლება და ჩემს გეტყვით, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვიხსენით ის უმძიმესი თემა, რომელიც იყო გაზზე დამოკიდებულება რუსეთთან. ნავთობის თემა იმდენად აქტუალური იყო, რომ საქართველოში არ არის ნავთობ გადამომუშავება ეს ინდუსტრია და შესაბამისად ამ შემთხვევაში ნავთობის სუფთა ტრანზიტია ჩვენთვის. ჩვენ გვაქვს შემოსავლები ამ ტრანზიტიდან, რომელიც იმ პერიოდისთვის ძალიან დიდი ჩანდა, მაგრამ ეხლა ნუ ჩვენ უკვე სხვა ეკონომიკაში ვართ. დღეს რა თქმა უნდა შემოსავლები არის, მაგრამ რა თქმა უნდა ისეთი გადამწყვეტი არ არის, როგორც პოლიტიკური მხარე, რომ ჩვენთან არის და კიდევ უნდა გავაგრძელო იმით, რომ მათი არსებობამ გაამარტივა სხვა პროექტების განვითარება. აი ახლა ჩვენ რო ლაპარაკობთ შავი ზღვის კაბელზე, მაგალითად ენერგო გადაცემაზე. მე წარმოიშვა ბაქო, ესე იგი, რკინიგზის შემაერთებელი ხაზის აშენება, რომელიც ასევე მე პირადად ვთვლი, რომ ძალიან დიდი ფაქტორია კი ჩვენი უდიდესი პლუსი, როდესაც ჩვენ გეოგრაფიულ მდგომარეობაზე ვლაპარაკობთ, არის ჩვენი გასვლა ღია ზღვაში, ეს არის შავი ზღვა. ჩვენი პორტები, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ამას ვერ ავწდებით, რომ ჩვენ ყავს მეზობლები, რომელთანაც შეიძლება გქონდეს ყველანაირი სახის
სატრანსპორტო კომუნიკაცია და რკინიგზა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც უნდა განვითარდეს უფრო აქტიურად იგივე თურქეთზე და რომელიც ევროპას უერთდება რკინიგზას შემდეგ. ესე იგი, ამან ეკონომიკური ბენეფიტები სხვა რამეში მოიტანა ის, რომ საქართველოს შეუძლია ესე იგი შეიძლება საქართველოში სხვადასხვა ინვესტიციების გაკეთება, მოუტანა ის, რომ საქართველოს შეიძლება იყოს ასე ვთქვათ სატრანსპორტო კორიდორის ერთ-ერთი მონაწილე და მერე მოიტანა ის, რომ უკვე ჩვენ ლაპარაკობთ აბრეშუმის გზაზე, მის აღდგენაზე და ასე შემდეგ. ეს რო არ ყოფილიყო, ყველა ამ ეტაპების, როგორ გითხრათ, ნოლიდან გავლა მოგვიწევდა და სულ დამტკიცება, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. ან გაივლიდი ან არა. ეხლა კონკურენცია უმაღლესია. აი თქვენ ხომ და კარგად გაიგოთ, რომ ეს ჩვენ ახლა ლაპარაკობთ პროექტებზე, რომელთაც მომავალ წელს 30 ბაქოს სუფსას 30 წელი მოსულდება. ესე თითქოს მაგრამ არც ერთი პროექტი არ არის, რომ არ საჭიროებდეს განვითარებას, არ საჭიროებდეს რაღაც ახალ ელემენტს. ყველა პროექტში აუცილებელია ის, რომ დინამიკა იყოს მისი პროგრესულობის და დროიდან გამომდინარე. დღეს სხვა ამოცანები დგას. აზერბაიჯანის წინაშე, საქართველოს წინაშე, კორიდორის წინაშე, აბსოლუტურად სხვა. მე დარწმუნებული ვარ, თქვენთან იქნებიან სხვა მონაწილეებიც და იტყვიან, რითი დავიწყეთ ესა და უზბეკეთი, ყაზახეთი. მეც ისე მოხდა მაშინ ჩვენ საელჩოები არ ქონდა და მეც მონაწილეობდი მოლაპარაკებებში და გრძნობდით როგორ ეჭვით და როგორი მით იყვნენ, როგორც სკეპტიკურად უყურებდნენ, წამოვიდნენ, არ წამოვიდნენ. დღესაც ბევრი პრობლემაა ამ კორიდორში, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ კონკურენტები გვყავს. რატო ეძახით შუა კორიდორს, არა, ქვემო, ზემო, ასე შემდეგ და ამ კონკურენციაში ასე და კონკურენტული ბრძოლაა ცოტა ესე გამომივიდა, მაგრამ აუცილებელია ბუნებრივი ბრძოლა ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენ ვითარდებით ისე, რომ ჩვენ უმტკიცებთ ყველას, რომ მობრძანდით. ასე შემდეგ მე მგონია, რომ ჩვენ ამ თვალსაზრისით კიდე დიდი პერსპექტივები გვაქვს. ერთი შტრიხით მახსენდა, რომ ხელი შეუწყო სხვა პროექტებსო. ესე გავიხსენოთ რა. ამ პროექტამდე ევროპას ნახსენები ვყავდით სადმე. ახლა ეს ძიმე თემა იმ პერიოდში საერთოდ ამ რეგიონისკენ დიდი სკეპტიკა იყო და ასე შემდეგ. ისე დაგვახსენე. არა მარტო ჩვენს მიმართ, ყოფილ საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყნებს ისე უყურებდნენ, რომ იქნებიან ესენი კიდე დამოუკიდებლები იქნებიან, შეძლებენ. შევერნაძესთან პრეზიდენტები ყავდა და ყველა კონტაქტში მონაწილეობდი. ტეტ-ა-ტეტ შეხვედრებშიდაც რა. პატარა ბავშვიც ეხვეწებოდა, რომ გადაიტანეთ აქცენტი რესპუბლიკებზე, ნუ ხართ კონცენტრირებული მოსკოვზე. მათთვის ამ სივრცის ცენტრი ისე მოსკოვი იყო. მაგიტო გაჩუმდნენ ამ კონფლიქტებზე და ხმა არა მოუღიათ და ანგრევინეს მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე რუსეთს, იმიტომ რომ თვლიდნენ, რომ ეს რუსეთის საქმეა. აი ეს ბარიერი გატეხა ნავთობმა. და გახდა უსაფრთხოების გარანტი ერთგვარი? ამ ქვეყნებისთვის გახდა უსაფრთხოების გარანტი. 100%-იანი გარანტია. რა თქმა უნდა, 100%-იანი გარანტია. გარანტიის ერთ-ერთი პირობა იყო ჩართულობა. დემირელი ვინც ახსნა ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო რა. არანაკლებ თუ მეტი არა, ვიდრე კავკასიელები. რატო? მოდით მაგალითს მოგიყვანთ. დიახ. 2008-ში არც კი მიეკარენ ამ პროექტს. ხო შეელოთ, არა, დაებომბათ, შეელოთ, შეჭრილი იყვნენ, სუფსაში შესული იყვნენ. კულებში უნდათ მაგალითად შესვლა და ნუ მე ვკითხეს, რომ ეგ აზერბაიჯანელების არის. ერთი ნახმი რუსეთ საქართველოს ომის დროს არ ყოფილა. არავინ შეეხო. ხა თუ არ მეშლება თურქეთის ტერიტორიაზე ააფეთქებინეს იქ პატარა აფეთქება გაიგე თურქეთის ტერიტორიაზე იმ პერიოდში, რომ მაშინ შეწყდა ტრანსპორტირება იმის გამო, რომ აი მოხდა აფეთქება და რკინიგზა კიდე ვერ მუშაობდა, გადაკეტილი ჰქონდა თუ გახსოვთ გზა. ასე რომ ახლა არ ვიცი რამდენად ეს მაგალითი იძლევა, რომ ეს აძლევდა, რომ იმათაც აი როგორც რამაზიმ თქვა, რომ რუსეთთან არ უნდათ გართულება ზოგიერთებს, ისე მათაც არ უნდათ დასავლეთთან გართულება. ასე რომ გარკვეული გარანტი იყო. ფაქტიურად აი ეს გუმბათი, გარანტიის გუმბათი შეიქმნა, აი ამ თქვენ არაფორმალობა იკითხეთ, შევარდნაძეს ალიევს ჰქონდა ერთი
შესანიშნავი პირობა არაფორმალური ურთიერთობის. ორივე ლაპარაკობდა რუსულად. თარჯიმანი არ ჭირდებოდათ. შევარდნაძე 60-ანა იყო იმის აფხაზეთის ამბის მერე შევარდნაძეს დაუდეს სია. ვინ უნდა ყოლოდა მინისტრებში ამაში მოკლედ ფლიანი მერე იგორ გიორგაძის თემა იქიდან გაჩენილი თემა. ისე რომ შევარდნაძე მიცოდა რომ მისი ყველა ნაბიჯი წავა მოსკოვში ინფორმაცია მის ყველა ნაბიჯს და ისე მოახერხა 95 წლამდე მუშაობა რომ მოსკოვმა ვერ გაიგო და ამის ერთ-ერთი პირობა იყო ილხამ ალიევთან რუსულად ლაპარაკი არავინ ჰეიდარ ალიევთან თუმცა ილხამთანაც საუბრობენ ჰეიდარ მაგრამ ძალიან ადვილად უგებდნენ ერთმანეთს აი სკოლა რაც ჰქონდათ ორივეს პარტიული კონკაშული და ძალიან მათი საუბარ სხვები ვერ გაიგებდნენ მაგრამ ეგენი ერთმანეთს უგებდნენ უდიდესი დუეტი შექმნეს როდესაც ორივე ქვეყანას დაჭირდა ეს ჩაფიქრებული ეგრე იყო რომ რუსეთის მხრიდან ეს უნდა ყოფილიყო გალაქტიონის რო აქ საომარი იყო ლელო აქ უნდა ყოფილიყო უდაბნო რა გადაწყრილი და პოზიტივი არ უნდა ყოფილიყო თუმცა ამუშავდა აი აქედან ამოაშენეს ერთმანეთთან პარტნიორობით იქ თურქეთის ხელშეწყობით და ბოლოს ამერიკის აი ამან შექმნა ის რაც დღეს გვათქმევინებს რომ ჩვენ ევროპისკენ გვინდა საერთოდ ევროპა საერთოდ იყო მაშინ მაგაზე არ იყო ლაპარაკი და ამ დროს ამუშავდა აბრეშუმის გზის პროექტი რომელიც დღესაც აქტუალურია უღრმესი მადლობა ბატონებო სტუდიაში მობრძანებისთვის თქვენ მადლობა რომ გაგვახსენეთ ეკითხები აი რაში გვახტევინებთ ამ $20,000 არა მეთოდოლოგია გაქვთ როგორ აგონმას სწავლობთ ამ ტვირთს და როგორ ჩვენ დახედვას დახედვა მეუთხე ათვალები გაქვთ ესეთი რომ ერთი დახედვა $20,000 და გადავა ვინც აკონტროლებს ლოგისტიკური მიზეზების ჯაჭვებს ის აკონტროლებს ფინანსებს და კომერციას რა ადგილი უჭირავს საქართველოს გლობალურ სატრანზიტო კომუნიკაციაში? ამის შესახებ გადაცემის მეორე ნაწილში სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. ბატონი შოთა ბერეკაშვილი, საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეა ჩვენი სტუმარი და ასევე ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი. უღრმესი მადლობა ბატონებო მობრძანებისთვის. ბატონი შოთა, პირველ რიგში ალბათ საინტერესოა ვისაუბროთ მაინც გამოწვევებზე, რასაც აწყდება ჩვენი ქვეყანა ინფრასტრუქტურის, იგივე ლოგისტიკის კუთხით, საბაჟო ტარიფების კუთხით და რა გავლენა აქვს ამ ყველაფერს შუადერეფნის სრულფასოვან ფუნქციონირებაზე. მოგესალმებით. პირველ რიგში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შუა კორიდორზე და მის სატრანზიტო უპირატესობაზე, ჩვენ მხედველობაში გვაქვს პირველ რიგში ევრაზიული ეკონომიკური სივრცე. და ამ სივრცეში კონკურენციაში შედის სამი კორიდორი. ეს არის ჩრდილოეთ კორიდორი, შუა კორიდორი და სამხრეთ კორიდორი. სადაც ლომის წილი მაინც სამხრეთ კორიდორს უკავია, რომელიც მთლიანად მთელი გადაზიდვების დაახლოებით დიდ ნაწილი მოდის მასზე და დაახლოებით 90% შეადგენს. თუმცა კონკურენციაში ერთმანეთთან შედის ჩრდილო და შუა კორიდორი და აქ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ნიჭება შუა კორიდორს. განსაკუთრებით მაშინ, როცა გარე სიტუაციები მნიშვნელოვნად გავლენას ახდენს ჩრდილოეთ კორიდორზე. და აქ მხედველობაში მაქვს მე რუსეთ-უკრაინის ომი, რომლის პირობებშიც ჩრდილოეთ კორიდორის როლი მცირდება და შუა კორიდორს ენიჭება სტრატეგიული მნიშვნელობა. და ამ მოცემულებაში შუა კორიდორის ძირითადი მოთამაშე ქვეყნები არიან ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი. და აღნიშნულ ქვეყნებისთვის ამ კორიდორის კონკურენტულ არიანობის გაზრდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნებმა შეძლოს თავიანთი ლოგისტიკური პოლიტიკის ჰარმონიზაცია. ასე როგორც ინფრასტრუქტურის და პირველ რიგში ჰარმონიზაცია და მეორე ამ ქვეყნებმა შეძლონ ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია. და რა იგულისხმება ამ ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში? აქ იგულისხმება სარკინიგზო, საპორტო, საგზაო და საჰაერო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და მათი ინტეგრაცია ერთ სისტემაში.
და ამ მიმართულებით საქართველოს შემთხვევაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. ამის პირველი მაგალითია ჩქაროსუნური საგზაო სისტემის მოწყობა, რომელიც 2025 წლის ბოლოს დასრულდება და ჩვენ გვექნება ჩქაროსნული მაგისტრალი, რომელიც დააკავშირებს აზერბაიჯანს და თურქეთს ერთმანეთთან. ეს მნიშვნელოვანი ძირგადადგული ნაბიჯია, ასევე მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა, იგეგმება ახალი აეროპორტის მშენებლობა და ასევე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, როდესაც მოხდა პირველი მშრალი პორტის გახსნა საქართველოში, როდესაც აბუ-დაბის მშრალი პორტების ჯგუფი შემოვიდა ქვეყანაში და ეს პროექტი განახორციელა. საერთო ჯამში შიდა ნაწილს თუ შევხედავთ, ჩვენი მიზანი არის, რომ შევქმნათ ინტეგრირებული სისტემა, სადაც სარკინიგზო, საგზაო პორტი და მშრალი პორტი და საჰაერო სისტემა ერთმანეთში არის ინტეგრირებული და ეს ქვეყანას მიცემს კონკურენტულ უპირატესობას. და აი ჩვენ როდესაც პრეტენზიას ვაცხადებთ იმაზე, რომ აი ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც გთავაზობს ერთ-ერთ საუკეთესო დერეფანს, ალბათ ტარიფების კუთხითაც შესაბამისად მივდივარ ტარიფების ნაწილში და აქ არა მარტო საქართველოსია ეს მომენტი დაკავშირებული, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველოს ჰარმონიზებულად შეძლოთ სატარიფო პოლიტიკის შემუშავება და ინტეგრირებული სისტემა მოგცემს საშუალებას იმისა, რომ კონკურენტულიანი ფასი შევთავაზოთ კომპანიებს გადაზიდვების ნაწილში. და აღინიშნოს, რომ 2024 წელს ჯამური გადაზიდვები 73%-ით გაიზარდა და 4.1 მილიონი ტონაში ადგინა, რაც მნიშვნელოვანი ზრდა არის და თვითონ მსოფლიო ბანკის მონაცემებით 2030 წლისთვის არის პროგნოზი, რომ ეს სამჯერ გაიზრდება. თუმცა დღევანდელი გამტარუნარიანობა აქვს 6 მილიონი ტონა. შესაბამისად, აუცილებელია სარკინიგზო სისტემის მოდერნიზება, ახალი პორტის მშენებლობა და ასევე აეროპორტის მშენებლობა, რომელიც ჯამში სადღაც 4 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს წარმოადგენს და შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ზრდის ფაქტორი გახდება. გასაგებია. ბატონო ირაკლი, თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ჯერ კიდევ 90-იანებში საერთაშორისო გადაზიდვების ბიზნესი წამოიწყეთ. როგორ რეალიზდებოდა ეს გლობალური ინიციატივები კონკრეტულ ეკონომიკურ პროექტებში და კონკრეტულ ბიზნეს საქმიანობაში, იმიტომ რომ თქვენ გქონდათ ამასთან შეხება. ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. ძალიან საინტერესო პროცესი იყო, ძალიან საინტერესო, ძალიან რთული მინდა გითხრათ, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ეს არის 94 წელი, როდესაც ჩვენ დავიწყეთ პროექტის რეალიზება. მოგეხსენებათ, საქართველოში რა მდგომარეობა იყო, მაგრამ საქართველოს გარდა კიდე 3 ქვეყანა უნდა ყოფილიყო ჩართული ამ პროექტში, ეს არის აზერბაიჯანი, თურქმენეთი, უზბეკეთი. იმიტომ რომ მე 90-იან წლებს დააწყეში საზღვარგარეთ ცხოვრობდი და სწორედ უზბეკეთ რიგის ნავსადგურს შორის, ესე ვთქვათ, ეს კავშირი მქონდა გაბმული, უზბეკურ ნედლეულს, ბამბის ნედლეულით ვაჭრობით ვიყავი დაკავებული. და ეს იდეა გაჩნდა მაშინ ჩვენთან, ჩემში, რომ აი საქართველოს გავლით დაგვეწყო ამ პროექტის განხორციელება, ტრანსპორტირება ამ ნედლეულის, ტვირთების, უზბეკური ბამბის. როდესაც ჩამოვედი და დავიწყე შესწავლა ამ პროექტისთვის აუცილებელი პირობების შესწავლა თვითონ საქართველოში, აღმოაჩინე, რომ აბსოლუტურად არ იყო მზად არც საპორტო ინფრასტრუქტურა, არც სარკინიგზო, მაგალითად აზერბაიჯანის რკინიგზა გაცილებით უარესად გამოიყურებოდა ვიდრე საქართველოს. ეს არის 94 წელი. და თვითონ აზერბაიჯანელების ხედვა ესეთი იყო, რომ საერთოდ არც განიხილავდნენ მაშინ ტრანზიტულ ტვირთებზე აქცენტი არც საერთოდ არც კეთდებოდა. ისინი განიხილავდნენ რკინიგზას როგორც ინსტრუმენტს მათი ნავთობის კომპანიის პროდუქტების ექსპორტისთვის. და ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ ახლა ვერ მოვაცდენთ ვიღაცა სხვა ქვეყნების ტვირთებისთვის აზერბაიჯანულ რკინიგზას, იმიტომ რომ მისი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტი პროდუქტი გაიტანოს ექსპორტზე. ესეთი ხედვა იყო მაშინ. თურქმენეთ და უზბეკეთ შორის იყო დაპირისპირება, გარკვეული საკითხებთან დაკავშირებით, ძალიან უცნაური პრეზიდენტი ყავდათ მაშინ თურქმენბაში საპარმულად ნიაზოვი. თვითონ უზბეკეთს ჰქონდა აწყობილი სისტემა თავის ნედლეულის ნავსადგურებში ჩატანის და მუშაობდა ორი მიმართულებით. ეს იყო
რიგის პორტის მიმართულებით და ოდესის მიმართულებით. ეს ის ტვირთებია, რომლებსაც ევროპული დანიშნულება ჰქონდათ. იმიტომ რომ იტალიაში ძალიან დიდი ინდუსტრია იყო მსუბუქი მრეწველობის და ისინი ხმარობდნენ უზბეკურ ნედლეულს. და ფაქტიურად თუ ჩვენი დერეფანი მუშავდებოდა, ეს უნდა ყოფილიყო აი სწორედ ოდესის მიმართულების და რიგის მიმართულების კონკურენტი. ასევე მუშაობდა სამხრეთი მიმართულება, ეს იყო ირანის პორტების მიმართულება, იქ არის ნავსადგური ბენდარაბასი. მაშინ ემბარგო არ იყო ირანში და თავისუფლად ხდებოდა ტვირთების გადაადგილება. დიდი საზღვაო კომპანიებს ჰქონდათ, ესე ვთქვათ, მომსახურება, ემსახურებოდნენ ამ პორტებს. და აი ესეთ მოცემულობა იყო. ამიტომ სხვათა შორის მითხრეს, რომ როდესაც ვნახე, რომ ძალიან ესე იგი დაახლოებით აი 5% იყო მარტო იმის ალბათობა, რომ ეს პროექტი გამოვიდოდა, როდესაც აი ჩვენ დავიწყეთ ამის შესწავლა. მერე მითხრეს, რომ თუ არ შევხვდები ბატონ შევორდნაძეს, ჩათვალე რომ ჩვენ არაფერი არ გამოგივა ამ საქმიდან და მართლაც შევხვდი მას. და აღმოჩნდა ისე, რომ ის მუშაობდა უკვე პარალელურად აი სწორედ ნავთობის პროექტზე. და როდესაც მე ეს ამბავი უთხარი, მან გამაჩერა და მკითხვა დამისვა. ხარო ამის გამკეთებელიო, მითხრა. უთხარი, რა ვიცი, შევეცდები ბატონო, თუ არ მე უთხარი და აი თვითონ ჩაერთო პირადად. თვითონ ჩაერთო, ჩავიდა ბაქოში, იქ დელეგაცია, იქ შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, სამთავრობო ჯგუფი გამოიყო. დააინტერესა უზბეკეთის პრემიერი ისლამ კარიმოვი, იქაც შეიქმნა ჯგუფი. და აი ეს ნელ-ნელა 2 წლის განმავლობაში ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული გზა. აქ ინვესტიციებს ვაკეთებდით, პარალელურად დავდიოდით იმ ქვეყნებში, რომ ეს მარშრუტი ამუშავებული იყო. ერთ ამბავს მოგიყვებით, ფიტოსანიტარული სამსახური. და საერთოდ ისტორიაში არ არსებობდა ფოთის ნავსადგურში ბამბა არ გადაზიდულა არასდროს. და ამიტომ რადგან გამოჩნდა ეს ტვირთი, მოიგონეს ტარიფი, ხო? რაღაცა ფული ხო უნდა გამოგვართვან. დააწესეს რაღაც ტონაზე $1. გემის პარტია იყო 20,000 ტონა. ესე იგი $20,000 უნდა გადაგვეხადა ერთი გემის საბუთების გაფორმებისთვის და ვეკითხები. აი რაში გვახტევინებთ ამ $20,000? არა მეთოდოლოგია გაქვთ, როგორ აგონას ვსწავლობთ ამ ტვირთს და როგორ ჩვენ დახედვა. მე ვთქვი, ათვალები გაქვთ ესეთი, რომ ერთი დახედვა $20,000 უნდა გადავ. ნუ აი ესეთ კურიოზები გავლილი გვაქვს ჩვენ, ეს გავიარეთ ეს ყველაფერი. ბატონო იგორი, სადაც არის ბიზნესი, იქ ბუნებრივია არსებობს კონკურენცია, ხომ? და კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს ის გზაც, რომელიც გადის საქართველოზე. აი მდებარეობის გარდა რა აკეთებს იმ გზას, რომელიც გადის საქართველოზე, რა ხდის მას კონკურენტი? ხო, აი საქმეც მაგაშია, რომ ჩვენი მდებარეობას ართულებდა ყოველთვის ის მონაკვეთი, კასპიის ზღვის მონაკვეთი. ეს არის ართული მონაკვეთი, საკმაოდ ძვირიანია მისი გადალახვა. იმიტომ რომ სულ სხვა სატარიფო სისტემა მოქმედებს. წეგან ბატონიშვილს ამბობდა, რომ არ არის უნიფიცირებული სატარიფო სისტემა. ხა წარმოიდგინეთ, როდესაც ჩრდილოეთ ერეფანში მიდის ტვირთი, ძირითადად ერთ ქვეყანაში, ხო? მისი ტარიფი ერთეულის გადაზიდვის არის გაცილებით დაბალი, რადგანაც ჩვენ მიმართულებით, რახან 4-5 ქვეყანა უნდა გამოიაროს, ის ხდება ინტეგრირება, ანუ ჯამდება 4 სხვადასხვა ქვეყნის ტარიფი. შესაბამისად, ჩვენ ვართ აბსოლუტურად არაკონკურენტულ სატარიფო სივრცეში ვიმყოფებით. ანუ ერთი ინტეგრალური ტარიფით, ამას მაშინაც იქიდან მოყოლებული 30 წელიწადია ჩვენ ამაზე მუშაობდით, რომ ეს შექმნილიყო, მაგრამ აი ეს წინააღმდეგობა ამ ქვეყნებს შორის, სხვადასხვა ხედვა, თურქმენებს ვახედვა ქონდათ, აზერბაიჯანელები ეხლა გააქტიურდნენ. ბოლო რამდენიმე წელიწადია პირიქით აქტიურობენ სატრანზიტო მიმართულებით. ძალიან მე მგონი ჩვენზე მეტად აქტიურობენ, იმიტომ რომ დაინახეს პოტენციალი, განსაკუთრებით აი მოვლენების გამო, რაც ესე ვთქვათ, ეხლა ომმა ახალი რეალობა შექმნა. ამის გარდაც ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ირანის მიმართულებას. აი წარმოიდგინეთ, ჩემ თვალწინ აი 30 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ მუშაობთ, ხო? რამოდენიმეჯერ მოხდა ირანის, ესე ვთქვათ, ემბარგოთი დატვირთვა ირანის ეკონომიკის, მე მოიხსნა, მე თავიდან დაიტვირთა. აი ამ ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩვენზე, აი ამ მიმართულებაზე. იმიტომ რომ ის ინდუსტრიები, რომლებიც ევროპაში იყო, რომლებიც მოიხმარდნენ აზიიდან მოსულ ნედლეულს, ფაქტიურად იქ აღარ არიან. ეს ინდუსტრიები ნელ-ნელა სულ გადავიდა შორეულ აღმოსავლეთში. ჩინეთი, ვიეტნამი, ბანგლადეში, აი ეს ინდუსტრია მთლიანად გადაბარგებული არის იმ ქვეყნებში. ანუ უკვე ამ ტვირთის ტარება ჩვენ დერეფანში ფუნქცია დაეკარგა, მაგრამ გაჩნდა ახალი ტვირთები. გაჩნდა ქიმია, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სასუქები, ანუ ახალი და საკონტეინერო.
იმიტომ რომ ეს ჩვენს გარშემო, ეს სივრცე, აზიური სივრცე, ცენტრალური აზიის სივრცე, იქაც ვითარდება, იქაც წარმოებები იხსნება, ძირითად კაპიტალში ინვესტიციები კეთდება და შესაბამისად მათი ექსპორტი და იმპორტი საკმაოდ, ესე ვთქვათ, მაღალ ნიშნულზე ადის. ეს სტატისტიკა ჩვენ გვაქვს და ამას მუდმივად ვსწავლობთ. ამიტომ აი ამ ცვალებადი, ესე ვთქვათ, ცვალებადი საექსპორტო და საიმპორტო ნომენკლატურისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად მზად. ამისთვის ვემზადოთ, ამისთვის ინვესტიციები უნდა ვაკეთოთ, იმიტომ რომ ახალი ტექნოლოგიები უნდა დაინერგოს, ინფრასტრუქტურა შესაბამისად უნდა მოვამზადოთ, იმიტომ რომ ჯერჯერობით ჩვენი ინფრასტრუქტურა, ასე რო ავიღოთ საქართველოში, მაინდა-მაინც ჩვენ ხომ მზად არა ვართ იმისთვის, რომ რაღაცა ძალიან დიდი რაოდენობის ტვირთები გავატაროთ ამ ქვეყანაში. ეს არის სიმართლე. მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს, რა თქმა უნდა. ანაკლის ნავსადგურიც ალბათ ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯი იქნება, თუ სწორად იქნება დაპროექტებული და სწორად იმუშავა. ამას ხას უსვავ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ უნდა იყოს ძალიან სკრუპულოზურად, ძალიან გონივრულად დაპროექტებული ყველა პროექტი, რომელიც აი ამ დერეფანში შეიქმნება. მაგრამ ამის პარალელურად ჩნდება კიდევ სხვა ალტერნატიული გზები, მაგალითად ზანგეზურის პროექტი. ბატონო შოთე, აი როგორ თვლით, ახდენს თუ არა ეს გავლენას ჩვენს პროექტებზე და ჩვენს დერეფანზე, საქართველოზე როგორც დერეფანზე? გიპასუხებთ მაგას, მაგრამ ზოგადად ბატონო ირაკლიმ რაც ახსენა, რომ ჩვენი კორიდორის ნაწილში უაღრესად მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი ლოგისტიკა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია შევძლოთ. დიახ, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში ზანგეზურის კორიდორი მე არ მიმაჩნია, რომ საქართველოს ეს საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ჩვენ განვითარების თვალსაზრისით ბევრად წინა ვართ ამ ინფრასტრუქტურის ნაწილში. და მეორეს მხრივ თუ ის დამატებითი მიზიდულობის ძალა გახდება წესბრუნვის დაში, ის უფრო რეგიონს უფრო მიზიდველს გახდის. მაგრამ ალბათ უნდა დამეთანხმოთ ბატონო შოთა, ეს ხომ არ არის ერთჯერადი ინვესტიცია, ეს ინფრასტრუქტურა მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, თორემ წამოეწევა სხვა ალტერნატივა. ხო და მან მე მიმაჩნია უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ აი ეს სამი ქვეყნის ნაწილში, რომელიც არის ყაზახეთი, კასპიის ზღვის აუზი, აზერბაიჯანი, საქართველო შეძლონ ერთიანი ინტეგრირებული სისტემის შექმნა. და ეს ჯამურად გამოიწვევს ჩვენი კორიდორის ტვირთბრუნვის და ახლა მაგალითის გეუბნებით, რომ გესმოდეს რასთან გვაქვს. ჩრდილოეთი კორიდორი წელიწადში ატარებს სადღაც 100 მილიონ ტონას, სადაც სულ სამი ქვეყანა არის გაერთიანებული: ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსია. და ჩვენი კორიდორი 2024 წელს გაატარა 4.1 მილიონი ტონა. ნახეთ რა ხელა სხვაობა. თუ ჩვენ შევძლეთ ერთიანი სისტემის, ინტეგრირებული სისტემის შექმნას, ჩვენ მართლაც გვაქვს შესაძლებლობა, რომ სამჯერ გავზარდოთ. და ამ შემთხვევაში, თუ კი სამჯერ და 4ჯერ გადაზიდვით ტირთების რაოდენობას გაზრდით, ამ მოცემულებაში ზანგეზურის კორიდორი დამატებითი ძარღვი იქნება სატრანზიტო კორიდორის გაფართოებისთვის. და უფრო დამხმარე მიმართულება იქნება, მაგრამ ანუ ეს არა საფრთხე, არამედ პირიქით დამხმარე. შესაძლებლობა არის, მთავარი მოცემულობა არის ის, რომ ამ კორიდორში ჩვენ შევეძლოთ საქართველოს, აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა ერთიანი სისტემის შექმნა. და საბოლოო ჯამში ჩვენ რო ავიღოთ ევრაზიული სივრცე, მხოლოდ ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა 2024 წელს შეადგინა 800 მილიარდი დოლარი. და ამ ნაწილში სახმელეთო გადაზიდვებში ყაზახეთი იკვეთება ბუნებრივ ჰაბად. საიდანაც ორ შტოთ ხდება განაწილება, შემდეგი ტვირთების განაწილება. ერთი არის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით, შემდეგ მეორე არის შუა კორიდორი. და კარე გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა ჩვენ საშუალება მოგცა, რომ შუა კორიდორი გახდა უფრო სტაბილური, უფრო სანდო და მიმზიდველი. მიმზიდველობა რას ნიშნავს? მიმზიდველობა ნიშნავს იმას, რომ საინვესტიციოდ მიმზიდველი რეგიონისთვის და აქ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ ინვესტიციების მოზიდვა ჩვენი ინფრასტრუქტურაში, განვითარებაში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, რომ სახელმწიფო და კერძო კაპიტალის დაბლენდვა მოხდეს. და მაგალითად საქართველოს აქვს იმის საშუალება, რომ უფრო აგრესიული ფისკალური პოლიტიკა აწარმოოს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დაბალი
ვალი გვაქვს ჩვენ შიდა პროდუქტთან შედარებით 34%-ია და გვაქვს შესაძლებლობა კაპიტალის აწევის. მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ასევე შევძლოთ გარე ინვესტიციის მოზიდვა. ყოველ შიდა ინვესტიციას, რომ გარე ინვესტიცია დავამატოთ და აქ მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების მონაწილეობა, როგორიც არის ევროკავშირი, გალფის ქვეყნები, ჩინეთი, ყაზახეთი და ეს მონაწილე ქვეყნები, რადგან ჩვენ თუ ამას შევძლებთ და ჩვენს ინფრასტრუქტურაში დამატებით 4-5 მილიარდის ჩადებას და ასე ამ აღნიშნულ ინვესტიციებს დივერსიფიკაციას გაუკეთებთ, ეს არამარტო ჩვენი სატრანზიტო კორიდორის გაძლიერებას გამოიწვევს, ასევე გახდება ჩვენი უსაფრთხოების გარანტია, რადგან რეგიონში მოთამაშე მნიშვნელოვანი ქვეყნების საინვესტიციო ინტერესები გადაიკვეთება. და ძალიან საინტერესო ამბავი მოგითხროთ. როდესაც ეს ცნობილი ტერაქტი მოხდა ამერიკაში და ჯარები შეიყვანეს ამერიკელებმა ავღანეთში, მათ დაიწყეს ავღანეთის თავის ნაწილების მომარაგება სამხრეთიდან, ინდოეთის ოკეანიდან, პაკისტანის გავლით. დადიოდა მანქანების კოლონები და რამოდენიმე წელი ეს ხდებოდა მომარაგება ამ ნაწილების. შემდეგ იქ მოხდა ტერაქტი, თუ ახსოვთ, პრემიერ-მინისტრი ბენაზირ ბხუტო გარდაიცვალა და იმის შემდეგ აირია ეგ სიტუაცია და ამერიკულ მანქანებს უკვე ამ მარშრუტებს უკვე ესე ვთქვათ საფრთხე შეექმნა და ამაზე დიდხანს ვიმუშავე. მე დაახლოებით 3 წელი რომ მაშინ საქართველოს გავლით ყოფილიყო ავღანეთში მიმავალი ტვირთების გავლა და 2009 წლის იანვრიდან დაიწყო კიდევაც ფოთში შემოდიოდა ამერიკული სამხედრო ტვირთები, რომლებიც ჩვენგან მიდიოდა მიქონდა ავღანეთში. ნუ მე მოხდა ისე რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ 2009 წელს გაურკვეველი მიზეზების გამო შეაჩერეს ეს პროექტი შეფერხებაში. ალბათ ჩემი მიზეზის გამო შეუქმნეს შეფერხება ამ პროექტს და მე 10 წელი დავკარგეთ. და 19 წელს ისევ შევძელი დამებრუნებინ, მე თურქეთში გადაიტანეს ამერიკელებმა, ჩათვალეს რომ საქართველოს არასაიმედო ქვეყანა არის, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი იყო, მისი ტვირთები სამხედრო მიდის ამაში რა ვქვია ავღანეთში და აქ უქმნიან ხელოვნურ პრობლემებს და შემდეგ 19-ში მოახერხე უკან დაბრუნება და ნუ მე უკვე ჯარები გამოიყვანეს. ანუ მე რას გეუბნები, რის თქმა მინდა, ეს დერეფანი უკვე მაშინ დანახული იყო როგორც სტრატეგიული სამხედრო დანიშნულების ამერიკელებისთვის ავღანეთში ტვირთების გადაადგილებისთვის. ამისთვისაც იყო ის გამოყენებული. ასე რომ ეს ამ დერეფანს აქვს სერიოზული მნიშვნელობა. კი, როგორც მარტო ომს თავი დავანე. გასაგებია რომ ომმა გარკვეული ტვირთები მოიზიდა. მაგრამ აი მაგალითად პანდემიის დროს, როდესაც საზღვაო გადაზიდვები გახდა უკიდურესად ძვირი, თქვა $3,000 კონტეინერი, რომელიც ჩინეთიდან მოდის ფოთის მიმართულებით, უცებ გახდა 19,000. უცებ. და აი მაშინ ძალიან გაცოცხლდა სახმელეთო გადაზიდვები უკვე ფოთის მიმართულებით ჩინეთიდან. იმიტომ რომ სახმელეთო, ზოგადად სახმელეთო გადაზიდვა ვერასდროს ვერ იქნება საზღვაო გადაზიდვის კონკურენტი, მაგრამ აი იმ კონკრეტულ მოცემულებაში, როდესაც პანდემია იყო, სწორედ სახმელეთო გადაზიდვები უფრო კონკურენტული იყო ვიდრე საზღვაო გადაზიდვები ჩინური ტვირთების ევროპის მიმართულებით. ბატონო ირგლი, ის რომ ეკონომიკური სარგებლის მიღება შეუძლია ამით ქვეყანას დიდი სარგებლის, ეს ცხადია და ამაზე არავინ არ დაობს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამ დერეფანს თავად ქართული ბიზნესისთვის? აი, ამაზე თუ შეგვიძლია რა? რა თქმა უნდა, ეს მთელი ინფრასტრუქტურა არის, ხო? აი მაგალითად, ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ნახმარი მანქანების ინდუსტრია. დიახ. აი დაახლოებით 15 წელიწადია ეს ტვირთი, ეს სახეობა ექსპორტის და იმპორტის პირველ სამეულში არის. როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მიმართული, იმიტომ რომ რეექსპორტის ფორმირება. დღეს 8 თვის განმავლობაში იანვარ-აგვისტოს ჩათვლით 2,5 მილიარდს მიაღწია ამ ინდუსტრიამ. ამ ინდუსტრიაში დაახლოებით 70-80,000 კაცი არის დასაქმებული, იმიტომ რომ ხდება გადამუშავება, რა ქვია, რემონტი, შეკეთება ავტომობილი, დამატებული ღირებულება იქმნება და შემდეგ გადის იმაში, რა ქვია. ეს არის თვალსაჩინო მაგალითი იმის, როგორ შემოდის უზარმაზარი ფულის ნაკადები საქართველოში, როგორ იქმნება დამატებული ღირებულება, რამდენი ხალხი მუშაობს და რამდენი ხალხი იღებს სიკეთეს. ერთი მაგალითი. ესეთ მაგალითები უამრავია. თვითონ საკონტეინერო ინდუსტრია, იმიტომ რომ ნავსადგურის გარეთ კიდე უამრავი ტერმინალი არსებობს და ყველა დატვირთულია. ყველას თავის ფუნქცია აქვს. ჩვენ მაგალითად ახლა მეორეს ვაშენებთ, იმიტომ რომ აღარ ყოფნის ჩვენი ინფრასტრუქტურა და ინვესტიციები ხორციელდება.
ეს არის მუდმივი პროცესი. ეს არის მუდმივი პროცესი, ეს არის დინამიკა, რაც აი ბოლოს 20 წლის განმავლობაში თვალსაჩინოა და ნამდვილად გაგრძელდება. როგორც სატრანზიტო ჰაბი ასე საქართველოს და ეს სტატუსი არის ალბათ შესანარჩუნებელი და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის ბატონო შოთა რომ ეს სტატუსი საქართველოს გრძელვადიანად შეინარჩუნოს. ჩვენი მიზანი არის რომ ინფრასტრუქტურული ქსელის მოდერნიზებით, რომელშიდაც შედის საგზაო, სარკინიგზო, საპორტო და მშრალი პროექტის ინფრასტრუქტურის მოწყობას, ჩვენ კორიდორს გავხდით კონკურენტუნარიანს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კი დღეს გადაზიდვები საშუალოდ სადღაც 2500-დან 2000 დოლარის ფარგლებში მერყეობს, შეგვიძლია უფრო კონკურენტული ფასი შევთავაზოთ ბაზარს და რაც უფრო კონკურენტულ ფასს შევთავაზებ, შესაბამისად ეს ბუნებრივად შექმნის ქვეყნის როგორც კანონმდებელიც ბრძანდებით. არის რაიმე მოაზრებული ასეთი, რასაც საუბრობთ ახლა? საკანონმდებლო თვალსაზრისით ჩვენი მიზანი არის რომ ბიუროკრატიული პროცესები გავამარტივოთ. მე კარგად მესმის ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის დრო. და სწრაფად შესრულებული პროექტები. ეს არის ნომერ პირველი გამოწვევა ბიზნესისთვის და აღმასრულებლის მხრიდან ხომ ჩემი რეკომენდაცია ყოველთვის არის რომ დროს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა და როდესაც მე საუბრობდი კერძო და სახელმწიფო კაპიტალის დამიქსვას ერთმანეთთან შერწყმაზე საუბარი გვაქვს რომ პროცესები რაც შეიძლება დროში დავაჩქაროთ რომ მალე ავაშენოთ ანაკლიის სპორტი, რკინიგზის მოდერნიზაცია შევძლოთ შემდეგ 3 წლის განმავლობაში და ეს რას გულისხმობს? არა მარტო თანამედროვე სისტემების დანერგვას, არამედ ასევე გულისხმობს, რომ ორხაზიანი სისტემა გქონდეს და გატარების მოცულობა გაიზარდოს. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია ახალი აეროპორტის მშენებლობა, რადგან ეს როგორც თვითბრუნვას გაზრდის, ასევე ადამიანების ნაკადსაც მნიშვნელოვნად გაზრდის და ეს ყველაფერი ჯამში საქართველოს მისცემს კონკურენტულ უპირატესობას, რომ მის რეგიონში გაქცეს თქვენი ჰაბი, ლოგისტიკური სატრანსპორტო კორიდორი. სოფლიო ეკონომიკური მოდელი, რომელიც ჩვენ ვიცოდით და ჩვენ გქონდა და იყო ერთპოლარული, გარდაქმნის პროცესში არის და სულ ცოტა იკვეთება ორი მიზიდულობის ცენტრი. ერთი არის ატლანტიკური სივრცე, ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით და მეორე არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, სადაც დომინანტ მოთამაშე არის ჩინეთი. და ეს ორი ეკონომიკური სივრცე იზიდავს, ასე რომ ვთქვათ, მიზიდულობის ძალა აქვს და ამასთან ერთად გადაწყობა ხდება ლოგისტიკური მიწოდების ჯაჭვების. და საერთო ჯამში ვინც აკონტროლებს ლოგისტიკური მიწოდების ჯაჭვებს, ის აკონტროლებს ფინანსებს და კომერციას. უაღრესად გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროცესია და ამ პროცესში ბუნებრივად ხდება სატრანსპორტო ჯაჭვების დივერსიფიკაცია. აი ამ პროცესში საქართველოს ადგილს და როლს როგორ ხედავთ? და ესე იგი ჩვენი კორიდორი, აი დიდ სურათს რო შეხედავთ, დაინახოთ, ეს ორი პოლუსი არის. კიდევ არის პატარა პოლუსები, რომელიც იქმნება და ერთი როგორც მე აღნიშნე და საქართველოსთვის შუა კორიდორი პოზიციონირდება როგორც ყველაზე ნეიტრალური. აი რომ მისაღები ორივე მხარესთვის და სწორედ ეს არის ჩვენი პოზიციონირება და აქ მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ ეს ნეიტრალური პოზიცია შევინარჩუნოთ და ინვესტიციების დივერსიფიკაცია შევხვდეთ ამ სექტორში. აი ეს არის სწორად დასანახი და ამისთვის აუცილებელი არის ერთი მხრივ აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და თუ საჭირო ნაწილობრივ პრივატიზაციაც კი, რომ სახელმწიფო და კერძო კაპიტალი შეერთდეს და უფრო მეტ დოლარს შექმნას. კონკრეტულად რა ობიექტების პრივატიზაციაზე ამახვილებთ? აი ანაკლიის სპორტი კარგი მაგალითია, სადაც არის სახელმწიფო და ისა რა ქვია ბიზნესის ისა ხო ეს მნიშვნელოვანი და კონტროლი აქვს სახელმწიფოს და ახორციელებს ხო მსგავსი შეიძლება ახალი აეროპორტის მშენებლობის ნაწილში და აქ მნიშვნელოვანია მე ხარ დავამოვიჩემე ეს ახალი აეროპორტი, მაგრამ თუ კი საშუალება გვექნება რომ ჩვენ მგზავრების ნაკადი 3-ჯერ 4-ჯერ გავზარდოთ, ამასთან ერთად გავზარდოთ საჰაერო გადაზიდვები. ნახე როგორ არის, ჩვენ არ ვიყენებთ ამ პოტენციალს, ხო, რომელსაც ბაზრის მნიშვნელოვანი წილი აქვს გადაზიდვებში და შემდეგ საჰაერო გადაზიდვები დამიქსო რკინიგზასთან, პორტთან და ეს ინტეგრირებული სისტემა შექმნა.
ძალიან სასიამოვნო იქნება ასეთი პერსპექტივა. ბატონო ირაკლი, თქვენ სათხედავთ საქართველოს როლს ამ გზაზე? ანალიტიკა უნდა მუშაობდეს სწორი მიმართულებით, უნდა ხედავდე პროექტებს, უნდა იცოდე, კონდეს ინფორმაცია იმ ქვეყნებში, რა პროექტები ხორციელდება, რა ტვირთი შეიძლება წარმოიქმნას, როგორ უნდა დახვდე. ხო. ეს არის მუშაობა ამისი. ხო და მაგრამ მე მგონია რომ ჩვენ ადგილს მაინც ჩვენ ნიშნას დავიჭერთ აუცილებლად. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ანაკლის სპორტის მშენებლობა მიმდინარეობს, ახალი აეროპორტის მშენებლობა დიზაინის და კვლევის სტადიაშია, რკინიგზის მოდერნიზაციის პროგრამა მიმდინარეობს და ჩქაროსნური მაგისტრალის მშენებლობა სრულდება, ასე რომ 4 მართლები. კი, არა, რა ხო, ეს ჩვენ სრულია ყველასი რომ პროცესები უფრო დაჩქარდეს, უფრო ხო, მაგის გვესმის და გვინდა რომ პროაქტიულები ვიყოთ. სწორი პოზიციონირება უაღრესად მნიშვნელოვანია აქ, როგორც დასავლეთ პარტნიორებთან, ასევე ჩვენ ჩინელ პარტნიორებთან, იმიტომ რომ სტრატეგიული თანამშრომლობა გვაქვს ორივე მხარესთვის და ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და მე მიმაჩნია რომ დღეს ჩვენი უპირატესობა არის ის რომ საქართველოს არ აქვს ბლოკური სტატუსი. ეს აძლევს შესაძლებლობას რომ ეკონომიკური ბენეფიტები მიიღოს როგორც დასავლეთიდან, ისე სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, ორივე ცენტრიდან და ეს ძალიან ის არის ფუფუნება არის და გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ორივე მხარესთან და ეს ისედაც მნიშვნელოვანი თემა არის რომ ამაზე კაპიტალიზაცია აუცილებელია და გამოვიყენებთ ამაზედაც ვმუშაობთ, ამაზედაც ვფიქრობთ და ესეც ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის და ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია. დიდი მადლობა ბატონებო, ამაზე ალბათ უსასრულოდ შეიძლება საუბარი და ვერასოდეს ვერ დავასრულებთ. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენ საუბრობდით საქართველოს უახლეს და არა მხოლოდ უახლესი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანეს ეპიზოდებზე. ჩვენ მომავალ პარასკევს შევხვდებით ერთმანეთს და კიდევ გავიხსენებთ მნიშვნელოვან დეტალებს ჩვენი ისტორიიდან.